ამ ვიდეოში მე მინდა მოგიყვეთ თქვენ იმ კვლევის შესახებ, რომელიც ჩავატარე 2024 წელს და ვსწავლობით ქართველი პოლიტიკოსი ქალების წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას და ამ დეზინფორმაციის შედეგებს. კვლევაში გამოვკითხეთ პოლიტიკოსი ქალები, ყოფილი პოლიტიკოსი ქალები, ექსპერტები და ჟურნალისტები. კვლევაში აღმოჩნდა, რომ დეზინფორმაციის მიზანი როგორც წესი არის ორი. პირველი არის უშუალოდ ქალის გაჩუმება და გაძევება პოლიტიკური სივრციდან, მაგრამ თუ ეს არ ხერხდება, მაშინ აქტიური პოლიტიკოსი ქალების დისკრედიტაცია, მათი სანდოობის შემცირება და მათი ერთგვარად აბუჩა დაგდება. ქართულ პოლიტიკაში თუ ქალს ვერ გააჩუმებენ და ვერ გასცემენ პოლიტიკიდან, მაშინ ცდილობენ, რომ მისი რეპუტაცია და მისი მორალური სურათხატი შელახონ. დეზინფორმაცია საქართველოში ძალიან მაღალი კოორდინაციით ხასიათდება და ყველაზე მწვავე მაშინ არის, როდესაც ხელისუფლება უტევს პოლიტიკოს ქალს. როგორც წესი პოლიტიკოს ქალებს მაშინ უტევს ხელისუფლება, თუ ეს ქალი ხელისუფლებას აკრიტიკებს. კოორდინირებულობა გამოიხატება იმაში, რომ იწყება სხვადასხვაგვარი შეტევა. მაგალითად, პოსტივისა და იმედის ეთერებში მზადდება სიუჟეტები, სოციალურ ქსელებში იწყება კამპანია და ამ ბოლო დროს ხშირია, როდესაც უშუალოდ მაღალი ტრიბუნიდან, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნიდან პირდაპირ ხდება ტყუილებისა და დეზინფორმაციის გავრცელება პოლიტიკოსი ქალების წინააღმდეგ. დეზინფორმაციას, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსი კაცების წინააღმდეგაც იყენებენ, მაგრამ როდესაც დეზინფორმაციას იყენებენ ქალების წინააღმდეგ, აქ ძალიან ხშირად გვხვდება ჭორები პირად ცხოვრების შესახებ. როგორც წესი, დეზინფორმაციის დროს ეხებიან ხოლმე ქალი პოლიტიკოსების ოჯახებს, მათი ცხოვრების სტილს და ცდილობენ ისინი ამორალურ ქალებად წარმოაჩინონ. როდესაც დეზინფორმაცია ცდილობს, რომ როგორმე დააკნინოს პოლიტიკოსი ქალი საქართველოში, იწყებს კაცის აჩრდილის ძებნას მის უკან. რასაც არ უნდა ამბობდეს და აკეთებდეს ქალი, ყოველთვის ეძებენ კაცს, რომელმაც ეს დაავალა ამ პოლიტიკოსს. ისე გამოყავთ თითქოს პოლიტიკოსი ქალი არაფერს თავად არ წყვეტს და არაფერს თავად არ იძახის, არამედ მხოლოდ კაცების დავალებას ასრულებს. როდესაც გენდერული დეზინფორმაცია ქალების ოჯახის წევრებსაც ეხება, ამას ჩვენ რადიაციულობას ვუწოდებთ. ხშირად ქალი პოლიტიკოსის ოჯახის წევრები თავად აღმოჩნდებიან ხოლმე დეზინფორმაციის ობიექტები, როდესაც უტოვენ ოჯახის წევრებს მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეული ზეგავლენა მოახდინონ პოლიტიკოს ქალზე. ქალი პოლიტიკოსები ხშირად არ საუბრობენ ამ საკითხზე, მაგრამ ფაქტია, ინტერვიუებში ისინი აღნიშნავენ, რომ ამ გენდერულ დეზინფორმაციას სამწუხაროდ ძალიან მძიმე გავლენა აქვს მათ ჯანმრთელობაზე. ის სტრესი, რასაც ქალი პოლიტიკოსები განიცდიან საქართველოში, მართლა ახდენს გავლენას ჯანმრთელობაზე და სხვადასხვა ტიპის დიაგნოზებში ვლინდება. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დეზინფორმაციასთან გამკლავებაზე, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსი ქალებისთვის არსებობდეს მხარდამჭერი სერვისები. მათ შორის ფსიქოლოგიური დახმარება, კონსულტაციები, ეგრეთ წოდებული კოუჩინგი და ქალებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, როგორ უნდა შეიმოწმონ ჯანმრთელობა იმისთვის, რომ დროულად აღმოაჩინონ სხვადასხვა დარღვევები, რომელსაც იწვევს მუდმივი სტრესი. პოლიტიკოსი ქალების წინააღმდეგ დეზინფორმაციაზე ხშირად უნდა ვისაუბროთ, რადგან ეს სერიოზული პრობლემაა, თუმცა მას ყურადღებას არავინ აქცევს. ქალი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ყველაზე მეტად გაძლიერებულად მაშინ გრძნობენ თავს, როდესაც საზოგადოებაში ხედავენ სოლიდარობას. ისინი განსაკუთრებით აფასებენ სოლიდარობას, რომელიც მოდის ქალი კოლეგებისაგან, კაცი კოლეგებისაგან, უფლებადამცველებისაგან და ზოგადად ფართო საზოგადოებისაგან. ამიტომ, როდესაც ჩვენ გავიგებთ ჭორებს პოლიტიკოსი ქალების შესახებ, ერთი, არ უნდა დავიჯეროთ ეს ჭორები, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის პოლიტიკური იარაღი, რითიც ებრძვიან ქალებს და მეორე, აუცილებლად უნდა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა პოლიტიკოსი ქალების მიმართ. იყო პერიოდი, როდესაც საქართველოში წარმატებით ფუნქციონირებდა გენდერული თანასწორობის საბჭო და საბჭო განცხადებებს აკეთებდა ხოლმე ქალების მხარდასაჭერად. თუმცა ამ ბოლო პერიოდში საბჭო მთლიანად უმოქმედო გახდა. ახალი არჩევნების და ახალი პოლიტიკური რეალობის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ მხარდაჭერა იყოს ინსტიტუციონალიზებული და არსებობდეს
ისეთი მექანიზმები თვითონ პარლამენტში, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს დეზინფორმაციას და ოფიციალურად გამოხატავს სოლიდარობას პოლიტიკოსი ქალების მიმართ. ქალი პოლიტიკოსები საქართველოში ხშირად ამბობენ, რომ მათ ძალას საკუთარი ოჯახები აძლევენ და საკუთარი ოჯახების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ეს საერთოდ ყველას უნდა ესმოდეს საქართველოში, რომ აქტივისტებს და პოლიტიკაში და საჯარო ცხოვრებაში აქტიურ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათივე ოჯახის წევრების მხარდაჭერა. ქალები ამბობენ, რომ ხშირად უწევთ ხუმრობით ისაუბრონ იმ დეზინფორმაციაზე და იმ ჭორებზე, რომელიც მათ წინააღმდეგ ვრცელდება. ზოგჯერ იუმორისტულ გადაცემაშიც გიღებუნებენ მონაწილეობას, ან თავად ყვებიან ამ ჭორების შესახებ, რათა გაფანტონ ისინი. ერთია, როდესაც ქალი პოლიტიკოსი თავად საუბრობს დეზინფორმაციაზე, მაგრამ მეორეა, როდესაც ამაზე საუბრობს კომპეტენტური ორგანო. ასეთი შეიძლება იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფაქტებს ამოწმებს. როდესაც სადღაც წერია, რომ ესა თუ ის ინფორმაცია ნამდვილად გენდერული დეზინფორმაცია, მაშინ ის ადვილად გამოსაყენებელია და პოლიტიკოსი ქალები ამას ხშირად იყენებენ. ამიტომ ასეთი ანგარიშები არასამთავრობო ორგანიზაციებმა კვლავ უნდა დაწერონ. ზოგადად ქალი პოლიტიკოსები გვაძლევენ რჩევას, რომ მეტი რწმენა გქონდეს საკუთარი თავის. როდესაც ქალმა იცის, რისთვის იბრძვის და იცის, რომ მართალია, ეს მას ძალას მატებს. როდესაც ქალს ებრძვიან, ქალი უნდა ხვდებოდეს, რომ ებრძვიან სიმართლეს, ებრძვიან ძალას და ამიტომ არასდროს არ უნდა გაჩერდეს.